პანდემიის დროს ყველაფერი დაკეტილი რომ იყო, ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და ნელ-ნელა, როდესაც ახალი მოვლენები და წიგნები ინაცვლებს ხოლმე ძველი, რა თქმა უნდა, დეტალები მავიწყდება და მე და ერთი და იგივე წიგნის წაკითხვა არ არსებულია, ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ შიოდა, ესე ვთქვათ, წიგნი შიოდა და ეს ყვითელი ფურცლები ძალიან მიყვარს. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ გენიალური მურაკამი. არის ძალიან მეორედ წავიკითხე და რაღაცა დეტალები, რომელიც არ მახსოვდა და ყურადღება უნდა მიმექცია, ეხლა ნამდვილად გავიმყარე. ნადირობა ცხვარზე. მისი პირველი წიგნია. პირველი ნათარგმნი წიგნია. ანუ ვირთხა მის მეგობარს ერქვა, მთავარი გმირის მეგობარს ერქვა ვირთხა და მთავარი იდეა, რის გამოც უნდა წასულიყო მთაში, იყო ცხვარი, რომელიც იყო განსაკუთრებული და ნიშანი ჰქონდა ზურგზე. ის წავიდა, ეს იყო ძალიან შორს, სადღაც ერთ კვირაში 10 დღეში თოვლი მოვიდოდა და გზები ჩაიკეტებოდა და ჰოკაიდოს მთები. და უნდა მოეძებნა მის ზურგზე ცხვარი, რომელსაც ზურგზე ვარსკვლავ გამოსახული ნიშანი ჰქონდა და დავტოვებ კითხვას, როგორ ფიქრობთ, იპოვა მან ცხვარი და გენიალურია მურაკამი. ერთ-ერთი კი არა, მთავარი წიგნია, რომელიც უნდა წაიკითხოთ ქართველი ავტორების შემდეგ.